თქვენი დაუსაბუთებელი და უსისხლო საერთოდ აი უგრძნობი გადაწყვეტილებით როცა შეგეძლოთ ეს ყველაფერი სხვანაირადაც მიგეღოთ არ მომეცით საშუალება ჩემი ცხოვრების მთავარ პაციენტთან ზუსტად იგივე ნაბიჯები გადამედგა რომელიც თითოეულ ჩემ პაციენტს აქვს მიღებული და ამიერიდანაც იქნება თქვენ არ მიეცით ქართულ დედას იმის საშუალება რომ თავის ცხოვრების ბოლო თვე გაეტარებინა მისი შვილის გვერდით რომელიც არის ექიმი და რომელიც მას ეს ზრუნავდა და მე მინდა გკითხოთ თქვენ ახლა მოგობეჭიშვილო თქვენ დედა ხო ხართ 72 წლის დედა გიორგი ახობაძემ დაკავებიდან ზუსტად ერთ თვეში დაკარგა ცხოვრების მთავარი პაციენტის გარდაცვალების ამბავი კი სამარტოო საკანში ტელევიზორიდან შემთხვევით გაიგო ანესთეზიოლოგ რეანიმატოლოგი გიორგი ახობაძე, რომელიც აქციაზე დგომის გამო რეჟიმმა ციხეში უვადო მუხლით გამოკეტა, დედას 1 წლის განმავლობაში სახლში უვლიდა. ქალს ინსულტი და თანმდევი მწვავე დაავადებები ჰქონდა. დამოუკიდებლად არც გადაადგილება და არც სუნთქვა არ შეეძლო. გიორგი კი მისი ერთადერთი მომვლელი იყო. ესეთი პაციენტები არიან მოწყვლადი ნებისმიერი დამატებითი ჯანმრთელობის პრობლემის მიმართ. ნებისმიერმა ვირუსულმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს მათი გარდაცვალება. აი მხოლოდ ამ მომენტამდე გთვლით თქვენი გადაწყვეტილების და მოთხოვნილი აღორძინების გამო მკვლელად ის რომ დედაჩემი იძულებული გავხდით ჩვენ. რომ გადაგვეყანა იმდენ კონტაქტის მქონე ადგილას, მართალია ეს ჰოსპიტალია, მაგრამ მე ჩემი კომპეტენციებიდან გამომდინარე იგივე პირობები სახლში მქონე შექმნილი ჰოსპიტალში გაზარდეთ პაციენტის ავადობის და სიკვდილობის რისკი არ მოგეცი საშუალება მინეხება დედაჩემს. დაკავების წუთიდან გიორგი ახობაძეც და მისი ადვოკატებიც პოლიციას, პროკურატურას და სასამართლოს მიმართავდნენ თხოვნით და შუამდგომლობებით. პატიმრობის ნაცვლად ექიმის წინააღმდეგ ნებისმიერი სანქცია გამოეყენებინათ. თუმცა რეპრესიულმა სისტემამ არაფერი გაითვალისწინა. ექიმის დედა პრაქტიკულად უმწეო მდგომარეობისთვის გაწირა და სამედიცინო დახმარების გარეშე დატოვა. გიორგი კი მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა ციხეში წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. ყველაფერი ქონდა აბსოლუტურად სახლში რეანიმაციისთვის, იმიტომ რომ ნუ ერთ სუნთქავდა აპარატის გარეშე ძირითადად და უყვავდა მუდმივად ჟანგბადზე. გიორგი ახობაძის სახლიდან რეანიმაცია და სამედიცინო მოწყობილობები მისი დაკავებიდან რამდენიმე დღეში გაიტანეს, რადგან უმძიმეს პაციენტს 24 საათიანი მეთვალყურეობა სჭირდებოდა. გიორგის დაკავების გამო კი პაციენტის მართვა საკუთარ თავზე ვერც ნინა ზოზიაშვილმა ვერ აიღო. ეგთანმა რომელიც გიორგის დედის მოვლაში მაშინ ეხმარებოდა, როდესაც ის აქციაზე იდგა. ამიტომ პალიატიური პაციენტი კლინიკაში გადაიყვანეს, იქ კი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. აუცილებელი იყო მუდმივი მოთვალყურეობა, არა თუ 24 საათიანი, მუდმივად უნდა ყოფილიყავი მის გვერდით. ყველაფერს აკეთებდა გია, მათ შორის რავი მედიკამენტებიც, შესრჩევაც, მიღება, რაღაცა იყო აბსოლუტურად ყველაფერი იყო გიორგი. ფაქტობრივად დაკავებიდან მე 13 თუ მეორე დღეს უკვე გადაიყვანეს. იძულებული გახდა ოჯახი კი, რომ ეს კლინიკაში გადაიყვანო. სხვა გზა არ იყო, ანუ ფიზიკურად რა უნდა გვექნა. მე რა უნდა მექნა მარტო, ან რა ვისხობს რა უნდა იქ. მარტო ამადა ერთი ადამიანი ვერ იზამდა ამას კი და ანუ მე ეხა ძალიან რთულია ესე ვინმეს ხელი დაადო კონკრეტულ ადამიანებს, მაგრამ აი 90%-ით მჯერა რომ გიო რომ სახლში ყოფილიყო, ეს ამბავი არ მოხდებოდა. ზუსტად შემიძლია რომ დარწმუნებითაც ვთქვა. გიორგი ახობაძე ოლიგარქის რეჟიმმა მიზანში ჯერ კიდევ არჩევნებამდე ამოიღო. 40 წლის ანესთეზიოლოგ რეანიმატოლოგი, რომელიც სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ქართული ოცნების პროპაგანდის მამხილებელ ვიდეოებს სისტემატიურად იღებდა და ასაჯაროვებდა. ჰელო, ქართული ოცნების twin-ების რეცხვის კანტორაა? ასწავლიდა მომიტინგეებს, როგორ დაეცვათ თავი ხარებას აგრესიული თავდასხმებისგან. აი ეს არის ითით ხლიან იმაუშკა და არ მარტივად იღებ და აგდებ წყალში და ქრება და ასეთ გაქცევა აღარ გიწევს ვეღარ იშლები დამთავრდა ამით არის სპეცნაზი დამიჯერეთ და ეს გააკეთე და ეხმარებოდა აქციებზე ნაცემ და მოწამლულ მომიტინგეებს. რეჟიმის მამხილებელი ექიმი ბოლო დროს რეჟიმისთვის ნამდვილ თავის ტკივილად იქცა. დავდიოდით ერთად რა ვარიგებდით სენდვიჩებს და ჰამბურგერებს.
ეს ფოტო 7 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე ექიმის დაკავებამდე 1 საათით ადრეა გადაღებული. იმ დღეს გიორგიმ აქციის მონაწილეებს სენდვიჩები დაურიგა. ღამის 12 საათზე კი სახლში დედასთან ბრუნდებოდა. რუსთაველის გამზირიდან ავტომობილით მეგობარ ლევან ბერიძესთან ერთად წავიდა. შაბათის ეთერთან ექიმის მეგობარი იხსენებს, რომ თამარაშვილის ხიდის ქვეშ მოულოდნელად ავტომობილი საპატრულო პოლიციამ გააჩერა. გავიარე თამარაშვილის ხიდისკენ და სადღაც 5-10 მეტროში გააჩერა მანქანა რა. და მოვიდა პატრულის თანამშრომელი. საპატრულო პოლიციასთან ერთად ლევან ბერიძის ინფორმაციით ადგილზე რამდენიმე წამში კრიმინალური პოლიციის მინიმუმ 8 თანამშრომელი 3 ავტომობილით მივიდა. სამართალდამცველებმა გიორგი ახობაძის ჩხრეკა დაიწყეს. ლევან ბერიძისგან მოშორებით გადაიყვანეს და საგამოძიებო მოქმედებებს ის არ დაასწრეს. 5-10 წამში უკვე დაგვარდა მანქანები რა. ხო, უკვე კრიმინალური პოლიცია იყო რა, რამდენადაც მივხვდი. ვინაიდან პოლიცია იყო და იმიტომ რომ ფორმები ეცვათ პოლიცია შსს და ესენი რა ვიცი, სამკერდი ნიშნები და ყველაფერი ჰქონდა და იყო ერთი 3-4 მანქანა მინიმუმ 3 მე ვნახე ვიყავი გიორგან გიოჩენთან შორს დაიყვანეს. მოშორებით ჩემი თვალსაჩინში მოხდა რამოდენიმე წამი არ იყო და შემდეგ უკან გამოვიწე და ხედავდი მასთან იდგა დაახლოებით 4-5 კაცი მინიმუმ ჩემთანაც ესე რა. ჩხრეკიდან რამდენიმე წამში გამოძიების ვერსიით გიორგი ახობაძის ჯიბიდან პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო. რეჟიმის მოწინააღმდეგე ექიმს ხელბორკილები დაადეს და ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში გადაიყვანეს. დააკავეს მისი მეგობარიც. არ გამიგია სანამ ციხიდან არ გამოვედი მე დაჭერილი ხო ვიყავი ორიენტე ვიჯექი რა ეს ფაჟელი ხომცე და უმორჩილებულობაზე და თვითონ შეურაცხყოფაზე და იქიდან რომ გამოვედი მე ვგებულო პრობლემა გიო ნარკოტიკზე დაკავებული ასისულელია რა უბრალოდ სისულელი. უკვე დაკავებული ექიმის წინააღმდეგ კი ამ შენობიდან საქმის გაყალბების და მისი დისკრედიტაციის მთელი სპეცოპერაცია დაიწყო. ჯერ გომელაურის უწყებამ განცხადება გაავრცელა. საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად ამტკიცებდნენ, რომ დაკავებული ანესთეზიოლოგ რეანიმატოლოგი სავარაუდოდ ნარკორეალიზატორი იყო და დიდი ოდენობით ნარკოტიკს ამ მიზნით ინახავდა. თუმცა ბრალის წარდგენის დროს ადვოკატებმა აღმოაჩინეს, რომ ახობაძის საქმე თეთრი ძაფით არის შეკერილი. ამოღებული ნარკოტიკი კი პოლიციის მიერ ჩადებული. ხაზგასმით შემიძლია აღნიშნო, რომ სისხლის სამართლის საქმეში დევს ის, რომ არაფერი არ დევს. გიორგი ახობაძის საქმეში არ არსებობს ვიდეო ჩანაწერი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ექიმს ნარკოტიკული ნივთიერება ჰქონდა. ის პოლიციამ არ ჩაუდო და ჩხრეკის დროს ამოიღეს. არადა მსგავს დანაშაულზე სამართალდამცველებს ვიდეო გადაღების პირდაპირი ვალდებულება აქვთ და ეს კანონში თავად ოცნების საკონსტიტუციო სასამართლომ ჩაწერა. ჩხრეკის ოფში ასახულია 3 პირი მონაწილე და ამბობენ, რომ მათ არ ქონდათ ტექნიკური რესურსი, ანუ წყალებში რო ვთქვათ, მობილური ტელეფონი არ ქონდათ და არ ქონდათ შესაბამისი შესაძლებლობა იმის რესურსი, რომ მოეპოვებინათ ნეიტრალური მტკიცებულება. აი წარმოუდგენელია რომ ვიდეო კადრების არარსებობა რომ გაემართლებინათ გომელაურის უწყებამ ახალი ვერსია გამოიგონა. საქმიდან პოლიციელები გააქრეს, ანუ ექიმის დაკავების ოქმი გააყალბეს და ჩაწერეს, რომ დაკავების ადგილზე მხოლოდ 3 სამართალდამცველი იმყოფებოდა. გადაღება კი ვერც ერთმა ვერ მოახერხა, რადგან მობილური ტელეფონი არ ჰქონდათ. პოლიციამ ჩაუდო ახობაძეს ნარკოტიკი და თქვენ ახლა ამას აправებთ ამ შენობაში. პოლიციამ ამოიღო ნარკოტიკის საშუალება გიორგი ახობაძის პირადი ჩეკის შედეგად. რატომ არ გადაიღო ეს ყველაფერი? მობილური არ იყო ტექნიკური საშუალება, არ იყო ფიზიკური. პატრულიც ხომ იყო იქ და რაც შეეხება სხვა ფაქტორებს გარემოებებზე, როგორც გეღნიშნე, მოწმეების სასამართლოშიც დაიკითხებიან მისცემენ ჩვენებას. ერთი წუთით. ყველა კითხვაზე ჩამოართვეს პოლიციელა. გომელაურმა ჩამოართვა მობილური. მაინტერესებს რატომ ვერ გადაიღო მინიმუმ 10 პოლიციელმა სავარაუდო დანაშაული. უშუალოდ შემთხვევის ეს გიორგი ახობაძის საქმის ზედამხედველი პროკურორია. შმაგი გობეჯიშვილს ვეკითხებით, რატომ არ არსებობს კადრები, რომელიც დაადასტურებდა, რომ ექიმს ნარკოტიკები ჰქონდა და ის ჯიბეში პოლიციამ არ ჩაუდო. პროკურორი გვარწმუნებს, რომ ადგილზე მხოლოდ 3 პოლიციელი იმყოფებოდა და გადაღების რესურსი არ ჰქონდათ. რატომ ჩანს მხოლოდ 3 სამართალდამცველი ამ საქმეში? როდესაც იქ თვითონ აღიარებს ერთ-ერთი მოწმე რევაზიშვილი, რომ იქ მინიმუმ 5 პოლიციელი იდგა. წავიკითხე მე ეს
გამოკითხვა. კი ბატონო, რამდენი პოლიციელი მონაწილეობდა აი ამ ოპერაციაში? პირად შეკაში მონაწილეობდა 3 პოლიციელი, მათ შორის 1 გამომძიებელი და 2 ინსპექტორი. ადგილზე სხვა არ იყო არავინ? კიდევ 3 გამომძიებელი პოლიციელი იყო, რომლებიც მონაწილეობდნენ ლევან ბერიზის პირად შეკაში. არც ერთს არ ქონდა მობილური ბატონში. ხოლმე პირადი ჩხრეკა მინდაების ისეთ ვითარებაში არ ქონდათ საშუალება გადაიღო ტექნიკური რა ვითარება იყო? გაიქცეოდა შესაძლებლობა აქვს ახობაზე. ჩვენთვის არც შენთვის არც პოლიციელებს არ იყო ცნობილი მისი შესაძლებლობა. გაბიტაშვილის უწყების წარმომადგენელი ახლა იტყუება. მოწმეების გარდა საქმის მასალებში თავად სამართალდამცველები აღიარებენ, რომ შემთხვევის ადგილზე 3-ზე მეტი პოლიციელი იმყოფებოდა და საგამოძიებო მოქმედებებშიც მონაწილეობდა. ამ ჩვენებას გამოძიებას ახობაძის დამკავებელი ერთ-ერთი პოლიციელი თავად აცლევს. ქონდა ინფორმაცია, რომ გიორგი ახობაძეს სანაპიროზე გადაადგილდება. შემთხვევის ადგილზე მე გამომძიებელ ლევან ტაბიძესთან და ოპერატიულ თანამშრომელ ალექსი კობერიძესთან ერთად მივედი. იქ იმყოფებოდნენ გამომძიებელი გრიგოლ კაჭკაჭეშვილი, ირაკლი ნარიმანიძე და შალვა მასურაშვილი. თუმცა ვიდეო გადაღებისთვის ტექნიკური საშუალებების მოძიება ფიზიკურად ვერ მოახერხეთ. ეს საქმე რომ ფალსიფიცირებულია და ექიმს ნარკოტიკი ჩაუდეს, კიდევ ერთი გარემოება ადასტურებს. გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახობაძის წინააღმდეგ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. ანუ ამ პატაკით დასტურდება, რომ პოლიციამ მინიმუმ რამდენიმე საათით ადრე იცოდა, რომ ექიმი სანაპიროზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკით გადაადგილდებოდა. თუმცა ამ დროის განმავლობაში რატომღაც ვერ მოახერხეს ადგილზე ისეთი ჯგუფის გაშვება, ვინც დაკავების და ჩხრეკის გადაღება შეძლებდა. ანუ იმას, რასაც კანონი ითხოვს. საქმიდან საერთოდ გააქრეს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც იმისთვის, რომ კითხვა სამხრე კამერების ჩანაწერებზე არ გაჩენილიყო. 4 საათი არ იყო საკმარისი იმისთვის თქვენს ვერსიას რომ 4 საათი ესე არის. აქტურილიყვნენ ეს ადამიანები კამერით იგივე. სასამართლოს შორისა გამოკვლეული იქნება მტკიცებულებები თქვენ მოისმეთ მოწმეების ჩვენებას და გააკეთებენ სასამართლომ გვაინტერესებს ადამიანი ციხეში ზის. ხო, მე ისმის გასაგებია, მაგრამ ყველაფერს თავის ეტაპი, ხო? სამხრე კამერებიც არ არსებობდა, პატრულსაც გაუთიშეს კამერები. რა ფაქტები საუბრობ თუ შო? პოლიციამ ვერ იპოვა ვერც ნეიტრალური მოწმე, ვინც ჩხრეკას დაესწრებოდა. ანუ გამოძიება ახლა ამტკიცებს, რომ გიორგი ახობაძის დაკავების დროს მობილურების არარსებობის გამო გადაღება ვერ შეძლეს. მარჯვენა სანაპიროზე კი სადაც სულ მოძრაობაა, ვერ იპოვეს ადამიანი, ვინც ჩხრეკის პროცესს დაესწრებოდა და შემდეგ სასამართლოში ამ ფაქტს დაადასტურებდა. თქვა დაუჯეროთ ამ პოლიციელებს დღის ნებისმიერ მონაკოჩი, ღამის ნებისმიერ მონაკოჩი თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ მარჯვენა სანაპიროზე 20 წუთში ერთი მანქანა არ ჩაივლიდა, რომ შეეჩერებინათ და ნეიტრალური მოწმე გადმოეყვანათ და ჩხრეკაზე დაესწროთ, რომელი პირი ეტყოდა ზოგადად დღეს პოლიციას უარს, მე არ მინდა ჩხრეკაზე დასწრება და წავიდო. ეს ცდელობა რო განახორციელეს, ამის მტკიცებულებაც არ არის. მაინტერესებს სანაპიროზე მოძრაობა იმ დღეს შეჩერებული იყო. რატომ არ არსებობს საქმეში ნეიტრალური მოწმე? არსებობს ნეიტრალური მტკიცებულება. არსებობს და საქმესაც გაეცნობოდით თქვენ ხო ბზანეთ რომ გასწორებთ უშუალოდ საქმეზე არსებით გახვის შემთხვევაში დადგინდება. რატომ არ არსებობს საქმეში ნეიტრალური მოწმე? შაბათის ეთერის ეს კითხვა პროკურორისთვის როგორც ჩანს განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა. იმდენად რომ შმაგი გობეჯიშვილი ახლა ამტკიცებს, რომ დამკავებელი პოლიციელები ნეიტრალური მოწმეები არიან და სხვა პირების დასწრება ამ პროცესზე საჭირო არ იყო. პროკურორის ეს განცხადება კი უპრეცედენტოა. აინტერესებს ნეიტრალური მოწმე და კადრები რატომ არ არსებობს საქმეში? მონაწილეობენ შეგაშალიან ნეიტრალური მოწმეები, მაგრამ ნეიტრალური მოწმეა პოლიციელი, რომელიც აკავებს ადამიანს. ნეიტრალური მოწმეა? ანუ ეს ახალი სტანდარტი გაქვს პროკურატურაში, მაინტერესებს. ანუ თქვენ ახლა მე მითხარით, რომ პოლიციელი დამკავებელი არის ნეიტრალური მოწმე? რა თქმა უნდა, მათ რა ინტერესია გააჩნდათ ბრალდებულს. ეს მითხარით, ხო? ანუ ნეიტრალური მტკიცებულები გააჩნია სტანდარტები მიქრეთ და რა განმარტებით. თქვენ რა სტანდარტით მოქმედებთ? ყველა მოწმე არის ნეიტრალური მოწმე, მათ პირად ინტერესი არ ქონიათ. მოგაწევთ, პოლიციელები არიან, მათ შორის დამკავებელი პოლიციელები არიან. ნეიტრალური მოწმეები არა, ვერ გავჩერდებით. თქვენ ამბობთ, რომ პოლიციელები ნეიტრალური მოწმეები არიან. ეს ვისი სტანდარტი? გაბიტაშვილის სტანდარტია? არა, ვერ გამეცით. მიპასუხეთ. მოწმეები არიან ნეიტრალური მოწმეები და მათ პოლიციელები არ ქონდათ. პოლიციელები არიან ნეიტრალური. ბატონ შვაგი, თქვენ ხშირად გაქვთ ესეთი პროცესები და კადრების პოლიციელებს ყველა პროცესზე ნეიტრალურ მოწმედ აცხადებთ თუ ახობაძე გამორჩეული შემთხვევა? უყურეთ. დიახ. ყველა ინდივიდუალური შემთხვევა არის ინდივიდუალური შემთხვევა.
ვინ დაგეგმა ექიმის წინააღმდეგ ეს სპეცოპერაცია? შაბათის ეთერის ინფორმაციით, აქტივისტების სადამშრომლო ოპერაცია და საქმეების შეკერვა რეჟიმმა გომალაურის მოადგილეს შალვა ბედოიძე შეაბარა. ბედოიძე სანქცირებული მაღალჩინოსანი და გომალაურის ნდობით აღჭურვილი პირია. არაოფიციალური ინფორმაციით, მასთან შეთანხმებით ჩატარდა 7 დეკემბერს გიორგი ახობაძის დაკავების ოპერაციაც და მისთვის დიდი ოდენობით ნარკოტიკების ჩადება. გამარჯობა. იცით რა მაინტერესებს? პოლიციელებს მობილურები ჩამოართვეს. არ ვიცი, შალვა ბედოიძის ბრძანებით მობილურები ჩამოართვეს. ძალიან ხო გამოვზანდით. ახლა ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში ახობაძის დამკავებელ პოლიციელებს ვეძებთ. ოქმის მიხედვით ნარკოტიკების სავარაუდო ჩადების საქმე საკუთარ თავზე თანამშრომლებს აკო კოპერიძეს, რევას ზირაქიშვილს და ლევან ტაბიძეს ააღებინეს. სავარაუდოდ ფალსიფიცირებულ ოქმზე სწორედ მათი ხელმოწერაა. მე ვეძებ გამყალბებელ პოლიციელებს ლევან ტაბიძეს, ალექსი კოპერიძეს და რევას ზირაქიშვილს. ბატონო, მობრძანდით თუ შეიძლება გარეთ და მობრძანდი უკვე ბატონო. აქ გამესაუბრეთ ცივა გარეთ. საქმის სავარაუდო გამყალბებელ პოლიციელებს შაბათის ეთერისგან დაცვის სამსახური იცავს. ჟურნალისტების გამოჩენას ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში დიდი არეულობა მოჰყვა. შენობა ძალის გამოყენებით დაგვატოვებინეს. ბატონ გრიგოლ, პერიმეტრი ისევ ვერ დაიცავით, ვერ სამკვირაში. თქვენს მოვალეობას ისევ ვერ ასრულებთ. ასრულე. რატომ ვერ იცავთ ამის შენობას მეორე კვირა? გიხსნი ახლა. ეხა შემოვიჭერი. ერთი თუმცა რამდენიმე პოლიციელთან გასაუბრება მაინც მოახერხეთ. მობილური გააქვთ თუ თქვენ ჩამოგართვა ჩალვა ბედოიძემ? ბატონო, თქვენც ჩამოგართვათ ნარკოტიკების ჩადება რომ არ გადაიღოთ მობილურები, ამიტომ ჩამოგართვეს? მობილურები ჩამოთვლილი გაქვთ ისე მართლა მაინტერესებს. CKPD-ს თანამშრომლებს მობილურებს გართმევენ ხოლმე? აბა რატომ ვერ გადაიღეს თქვენმა სამმა თანამშრომელმა ნარკოტიკების ამოღების ფაქტი? არ ვიცი საერთოდ. ჩამორთმეული გაქვთ? პოლიციელები, ვინც სავარაუდოდ გიორგი ახობაძეს ნარკოტიკი ჩაუდო, მიმალვაში არიან. კამერასთან არ ჩნდება არც საქმის მთავარი გამომძიებელი გრიგოლ კაჭკაჭიშვილი. ამიტომ შაბათის ეთერი მას ტელეფონით დაუკავშირდა. ბატონ გრიგოლ, იცით რა მაინტერესებს? ახობაძის საქმეზე შემთხვევის ადგილზე მხოლოდ 3 პოლიციელი იყო და მობილური არც ერთს არ ქონდა. საპატრულო პოლიცია რატომ გააქრეთ საქმიდან ან სხვა თანამშრომლები? გესაუბრებ თუ კაცო, ოდიში. რაზე გესაუბრებით? საქმეში არსებულ უმძიმეს დარღვევებზე პასუხი არც პოლიციას და არც პროკურატურას არ აქვს. სამხილების ფალსიფიცირების ოპერაციაში კი ჩართული იყო სასამართლოც. მოსამართლემ ადვოკატებს უარი უთხრა დაკავების ადგილზე დამონტაჟებული 112-ის კამერების ჩანაწერების ამოღებაზეც. არადა ეს კადრები დაადასტურებდა, რომ ექიმის დაკავების დროს ადგილზე მინიმუმ 8 პოლიციელი იმყოფებოდა, მობილურებიც ჰქონდათ და ნარკოტიკის ჩადებაც მოხდა. შუამდგომობა დაეწერა ლელა მარიდაშვილს, რომელმაც გიორგის პირველი წარდგენის ხდომაზე მის პატიმრობის საკითხი განიხილა და ლელა მარიდაშვილმა თავის გადაწყვეტილებაში უარი გვითხრა ამ კამერების ამოღებაზე და მის დასაბუთებაში უკითხულობთ, რომ თურმე ამას არ აქვს საქმესთან შემხებლობა. რატო? ან დაკავების ადგილზე რომ კამერა რით განმარტავს? სხვათაშორის არ განმარტავს, შემიძლია ეს განჩინებაც გამოგიგზავნოთ. პროკურატურა რეჟიმის მოწინააღმდეგე ექიმისთვის დანაშაულის დამტკიცებას ახლა ერთადერთი სამხილით ცდილობს. ეს ნარკოტიკების შესაფუთ ლენტზე აღმოჩენილი დნმ-ია, თუმცა ახობაძის დნმ არ აღმოჩნდა თავად შესაფუთ მასალაზე. როგორ აღმოჩნდა მისი კვალი ლენტებზე, თავად დაკავებულმა ექიმმა პროცესზე დეტალურად განმარტა. ჩემი ნების წინააღმდეგ აღებული იქნა ჩემი ჯერ პირისგან და შემდგომ იღლის ფოსოდან ბიოლოგიური მასალა და ამას ნებისმიერი სამედიცინო ექსპერტი იქნება თუ ნებისმიერი ექიმი, რომელსაც ელემენტარულ დონეზე მაინც ესმის ბიოლოგია და როგორ ხდება დნმ-ის მასალის აღება ადამიანიდან და როგორ არის შესაძლებელი მის გადატანა ნებისმიერ ნივთზე, ზუსტად იგივე წარმატებით ამხანაგლ გობეჯიშვილმა შეიძლება დამაგრაოს უკრაინაში ომის წამოწყება, რომ დაიტანოს ნებისმიერ რუსულ ტანკზე ჩემი ბიოლოგიური მასალა. მათ შორის აი ხა რომ ვსაუბრობ, აი ამ ზედაპირზე ჩემი ბიოლოგიური მასალა აქედანვე შეგიძლია დაიღოთ და ნებისმიერ ნივთზე დაიტანოთ და მე დამაგრაოს, რომ ობიექტური მტკიცებულებაა ეს, რომ ეს ნივთი ჩემს მფლობელობაში.
ეს საქმე რომ შეკერილია და მიზნად რეჟიმის მოწინააღმდეგე ექიმის ციხეში გამოკეტვას ისახავს, კიდევ ერთი გარემოება ადასტურებს. დაკავებიდან თვენახევრის შემდეგ პროკურატურას და პოლიციას არ დაუდგენია, საიდან ან ვისგან შეიძინა გიორგი ახობაძემ ნივთიერება. Რაც შეიძინა ამ კაცმა ნარკოტიკი. გამოძიების კი გისმენთ, აბა ეს კიდევ ერთხელ გაგიმეორებ, უყურეთ, ექსპერტიზა მიმარებს ტელეფონზე, საიდანაც გამოთხოვილი ინფორმაცია და დადგინდება, ან ვერ დადგინდება, სადა ვითარდება შეიძლება. გაგზავნილია მობილური ექსპერტიზაზე და ელოდებით კომუნიკაციას ეგრეთ წოდებულ გამსაღებელთან. არა გიორგი ახობაძე ახლა კლდანის ციხეშია. მისი საქმის არსებითი განხილვა რამდენიმე კვირაში გაგრძელდება. რეჟიმის უკანონო პატიმარს სამართლიანი სასამართლოს იმედი არ აქვს, მაგრამ ბრძოლას უფლებების დარღვევის ნაწილში ევროს სასამართლოში აპირებს.